ისე რომ რამხელა სიგიჟეა ეხლა ვფიქრობდი როცა მე გისაუბრობდა იმაზე რომ პროფესორებს საერთოდ რექტორს არ ეკითხეს მაგათი რავი კოცების ღიად მხარდამჭერი რექტორი არის ხო ტექნიკური უნივერსიტეტის თვითონ გამოვიდა ჩვენ ხო არ ვიგონებთ რაღაც თავის პირით თქვა რომ გუშინ ღამით გავიგე რომ უნივერსიტეტს მიუქმებდნენ წარმოგიდგენიათ რაზე ვსაუბრობთ რამდენ აი დემონსტრაციულად ბოდიში და ფეხებზე კიდიათ არა მხოლოდ ხალხის ნება ვიღაცა ტელევიზორთან რო გვიზის ეხლა ჩვენ რიგითი თანამოქალაქის და ამ ქვეყნის მოქალაქის კი არა საკუთარი დანიშნული რექტორის აზრი საერთოდ არ აინტერესებს იმდენად რომ წინა ღამით შეატყობინა საკუთარი უნივერსიტეტის აუქმების შესახებ ცნობა ამაზე ვსაუბრობთ და რომელ განათლების რეფორმაზე არის საუბარი ეხლა უბრალოდ გავიხსენოთ ბოლო თვეების განმავლობაში როცა საუბრობდნენ დაჩქარებული წესით მიიღეს არის განათლების რეფორმა რას შეიტანეს ცვლილება განათლების რეფორმა ხომ უნდა უკავშირდებოდეს იმას რომ შინაარსობრივად რაღაც იცვლებოდეს განათლების ხარისხი იზრდებოდეს აი უბრალოდ ამ სტუდიაში ეხლა ვინც ვართ გავიხსენოთ რა გვახსოვს ბოლო თვეებში რა გავიგეთ განათლების რეფორმები და პუნქტობრივად ჩამოვყოთ მე-12 კლასის გაუქმება სასკოლო ფორმების შემოღება უნივერსიტეტში საბაკალავრო ვადების შემცირება 4-დან 3 წლამდე განახევრება მაგისტრატურაზე უნივერსიტეტების გაუქმება თუ შერწყმა ეს არის განათლების რეფორმა რაზეც ვსაუბრობდით და რასაც სხვათა შორის ვითხოვდით ამ წლების განმავლობაში რომ მართლა თვისობრივად საჭიროებდა განათლება აი სივრცე რეფორმას და რაღაც გაუმჯობესებას ხარისხის და დონის ზრდას ეს რაც ვნახეთ რასაც ვისმენთ ბოლო პერიოდის განმავლობაში და რასაც უკვე უყარეს კენჭი ეს არის განათლების რეფორმა ერთი პუნქტი დაასახელონ რომელიც მიმართულია რეალურად შინაარსობრივად იმისკენ რომ თვისობრივად ამაღლდეს განათლების მადლობა